განხილვის თემა მმართველი გუნდის ინიციატივა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ისინი გეგმავენ შექმნან საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისია. მათი თქმით, ეს კომისია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. დასკვნებსა და რეკომენდაციებს დეპუტატები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ. ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიაც არალეგიტიმური იქნება. მათი თქმით, აღნიშნული თემა საზოგადოების ინტერესის სფერო არაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარი კითხვები მათ აქვთ გაყალბებულ არჩევნებზე და მათი თქმით, მიტაცებულ ძალაუფლებაზე. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია ვერ იქნება ლეგიტიმური, შესაბამისად ამ კომისიის შექმნაც კი სასაცილოა. გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ ვინ უნდა გამოიძიოს მაშინ, როდესაც ყველა რეჟიმის შემქმნელი, ვის გამოძიებაზეც საუბრობს, გადმოყვანილი ყავს მის რიგებში, შესაბამისად ქართულმა ოცნებამ გამოძიება უნდა დაიწყოს პირველ რიგში საკუთარი თავით. ვის გამოძიებასაც ქართული ოცნება აპირებს, ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს მანამდეც და დღესაც ეს ადამიანები ჩადიან დანაშაულს. უნდა მივეცით დაპირება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოვახდენთ ნაციონალური მოძრაობის ლუსტრულებას, მოვახდენთ მათ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუ ამის საჭიროება იქნება და გამოიკვეთება კომისიის მუშაობის დროს, ისევე როგორც რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისაც, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც რეჟიმი გასამართლეს სამართლებრივად, რასაც მიმდინარეობს და გრძელდება კონსულტაციები, ვინ ხელმძღვანელებს გულს, ვინ იქნებიან ამ კომისიის წევრები ქართული ოცნების მხრიდან, უახლოეს მომავალში გაიგებს საზოგადოება, რომ ეცით რომ პარლამენტში შეიქმნა პოლიტიკური ჯგუფი, ხალხის ძალა, რომელიც გამოიყო უმრავლესობას, რომლებიც აღარ არიან უმრავლესობის წევრები და სავარაუდოდ ისინიც იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში ჩართული. თუ ოპოზიციას ეკნება სურვილი შემოვიდეს პარლამენტში, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას და იმუშავებს ამ კომისიაში, რა თქმა უნდა ძალიან გავიხარდება.